მიკრობანკმა კრისტალმა დეპოზიტების სერვისის შემოიღო საფინანსო ორგანიზაციიდან ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ ეს კომპანიის რიგით მეოთხე საბანკო პროდუქტია. გადარიცხვების და ანგარიშგების გახსნის შემდეგ კრისტალი მომხმარებლებს ახლა უკვე დეპოზიტებს სთავაზობს, ვინდა როგორ შეძლებს ამ პროდუქტით სარგებლობას, რამდენად კონკურენტულია საბანკო ბაზარი ამ მიმართულებით და როგორ აფასებს კომპანია ბანკად ქცევის შემდეგ გასულ პირველ 6 თვიან პერიოდს. თემაზე ვრცლად სტუმართან კრისტალის კომერციულ დირექტორთან მელანია ჭულუხიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მელანია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. 6 თვიანი პერიოდი უნდა შევაფასოთ, რა დროსაც თქვენ ძალიან აქტიურები იყავით სხვადასხვა სერვისების შეთავაზების ნაწილში მომხმარებლებისთვის. მოდით მოგვიყევით, რა გაკეთდა 6 თვის განმავლობაში განსხვავებული უკვე თქვენი შეცვლილი მანდატის ფარგლებში, რაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ როგორც იცით, თებერვლის თვეში მივიღეთ საბანკო ლიცენზია. ბუნებრივია, მანამდეც საკმაოდ დიდი სამუშაოები გატარდა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ბანკა ტრანსფორმაცია არ არის მარტივი, ძალიან ბევრი პროცესი, ძალიან ბევრი სიახლე, ძალიან ბევრი ახალი სერვისი გვემატებოდა. შესაბამისად, უკვე ჩვენ ლიცენზიის მიღების შემდეგ ეტაპობრივად დავიწყეთ იმ პროდუქტების და სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისთვის, რომელიც პირველ ეტაპზე საბაზისო პროდუქტებად ითვლება. ასეთი როგორც ახსენეთ, არის მიმდინარე ანგარიშები, არის გადარიცხვის სერვისები და შესაბამისად უკვე 23 ივნისიდან მომხმარებელს შეუძლია დეპოზიტებითაც ისარგებლოს კომპანიაში. დეპოზიტები ზოგადად გათვლილია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე იურიდიული პირებისთვის და ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ეს სერვისი და ისარგებლოს ამ პროდუქტით. დეპოზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, ალბათ დამეთანხმებით, რომელიც განსაკუთრებულ ნდობას მოითხოვს და ასევე კონკურენციაც ამ მიმართულებით არის საკმაოდ დიდი ბაზარზე. რატომ კონკრეტულად თქვენი შეთავაზება ეს რომ განგვიმარტოთ და ვუთხრათ მაყურებელს? ანუ რა პირობები გაქვთ თქვენ პირველ ეტაპზე? ალბათ ხელსაყრელია. პირველ რიგში, როცა ახალი პროდუქტი იქმნება, ბუნებრივია მომხმარებლის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოარგო შენი შეთავაზება მომხმარებლის საჭიროებას. ჩვენც, რა თქმა უნდა, გამონაკლისს ამ მიმართულებით არ ყოფილვართ დეპოზიტების სერვისის პროდუქტის ჩაშვებამდე, საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი კვლევა გავაკეთეთ და როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი დეპოზიტის სარგებლობის დროს, რომელი კომპანია აირჩიოს, მნიშვნელობას ანიჭებს პირველ რიგში საფასო პოლიტიკას, მეორე ეს არის სანდოობა და მესამე ეს არის ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია, ამ სამივე მიმართულებით კომპანიამ გააკეთა, ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. საფასო პოლიტიკის მიხედვით ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი შეთავაზება გვაქვს დღეს ბაზარზე და ეს იყო ჩვენი სტრატეგია ბაზარზე შესვლის. სანდოობას თუ ავიღებთ, აქ არაფრის ესე რომ ვთქვათ, დამატებით ის არ იყო საჭირო, ქმედება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე 27 წელია ბაზარზე ვართ, საკმაოდ გაშლილია ჩვენი ქსელი რეგიონალური მასშტაბით, გვაქვს ძალიან ბევრი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისგან დააღიარებული და ბოლოს რაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ ფიჩის რეიტინგი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახსენეთ, რომ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეუძლიათ დეპოზიტების გახსნა. საინტერესოა მინიმალური და მაქსიმალური თანხა, რაც შეუძლიათ მათ განათავსონ და ასევე განსხვავება თუ არის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. დეპოზიტით სარგებლობა ჩვენთვის, მოკლედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსხვავება არ არის. მინიმალური თანხა იწყება 100 ლარიდან, მაქსიმუმი დეპოზიტის შემთხვევაში არის 30,000 ლარი, ვინაიდან ეს მიკრობანკების კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა ალტერნატივად ჩვენ გვაქვს საინვესტიციო პროდუქტი მონეტა, რომელიც ცოტა უფრო მსხვილ შემოსავლიანი მომხმარებლებისთვის არის გათვლილი. აქ მინიმალური თანხა იწყება 100,000 ლარიდან და ზედა თანხა შეზღუდული არ არის ბუნებრივია. პირობები ორივე, ესე რომ ვთქვათ, სუბიექტისთვის, როგორც ინდივიდუალური, ისე იურიდიული პირისთვის ერთნაირია, შესაბამისად აქ განსხვავება არ გვაქვს. კი ბატონო, ვისაუბროთ კონკურენციაზეც, რაც დასაწყისშიც ვახსენეთ, ბაზარზე კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი, შესაბამისად თქვენ ახსენეთ, რომ უპრეცედენტო საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებით შეხვედით ბაზარზე, ერთის მხრივ მაღალი სარგებელი, ასევე დარიცხვის პირობები და ვადიანობა არის ხოლმე მნიშვნელოვანი დეპოზიტების განთავსების დროს. უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, თქვენს შემთხვევაში შეთავაზება როგორია?
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ასე ვთქვათ სტრატეგია ბაზარზე შესვლის იყო მაღალი განაკვეთი. თუ ავიღებთ ლარის ასე რომ ვთქვათ რესურსებს, ამ შემთხვევაში 2.5-დან 3%-მდე განსხვავება არის კონკურენტებთან მიმართებაში. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, აქ შედარებით კიდევ უფრო მეტია, დაახლოებით 4%-მდე არის განსხვავება და მაგალითად 12 თვიანი ლარის დეპოზიტი შეიძლება მომხმარებელმა განათავსოს ჩვენთან 14%. რაც შეეხება სარგებლის დარიცხვას, მიღებას და ასე შემდეგ, ეგ სტანდარტულად როგორც პროდუქტს ახასიათებს, შეუძლია ყოველთვიური დარიცხვითაც გახსნას დეპოზიტი მომხმარებელმა ვადის ბოლოსთვის. აქ არის მნიშვნელოვანი მცირედი განსხვავებები სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კუთხით შეზღუდული ნამდვილად არ არის მომხმარებელი. მაქსიმუმი ვადა ამ ეტაპზე გვაქვს 24 თვე, რასაც ბაზარზეც ნაკლებად შეხვდებით, იმიტომ რომ ძირითადად 12-18 თვიანი დეპოზიტებით არის წარმოდგენილი ბაზარი ძირითადად, თუმცა აქაც ესე რომ ვთქვათ მოქნილები ვართ ვადის ნაწილში. კი ბატონო და მელანია, თქვენ ახსენეთ 27 წელი, ანუ თითქმის 3 ათეული წელია ხართ ბაზარზე წარმოდგენილი, რაც არის ნამდვილად სანდოობის გარანტი. როგორ მოხვედით აქამდე? მოკლე ისტორია რომ გაგვიზიაროთ და ასევე საინტერესო მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და იქიდან გამომდინარე რომ უკვე თქვენი მომხმარებლების რაოდენობა გაიზრდება, გაფართოებას თუ განიხილავთ ამ მიმართულებით. შეგი კომპანიის ისტორია იწყება ერთი პატარა ოთახიდან, როგორც ბევრი კომპანიის. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი წლის განმავლობაში კომპანიამ სტაბილური და მდგრადი განვითარება გააკეთა. დღეს წარმოდგენილი ვართ 50-მდე ფილიალით საქართველოს მასშტაბით, ძირითადად ეს რეგიონალური ქსელია. უახლოესი 3 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ფილიალების ესე რომ ვთქვათ დასს განვიხილავთ, თუმცა უფრო მეტად წარმოდგენილი ვიქნებით თბილისში, ვინაიდან აქ შედარებით უფრო ნაკლებია ჩვენი საფილიალო ქსელი. რეგიონებში თითქმის ყველგან ვართ და შესაბამისად რეგიონისთვის უკვე კომპანია საკმაოდ დიდი ხანი არის ბაზარზე და ჩვენი სერვისებით საკმაოდ დიდი ხანია სარგებლობს. კი ბატონო და კომპანიის წარმატება აუცილებლად დაკავშირებულია ხოლმე გუნდთან, ვინც ქმნის კომპანიას და შესაბამისად ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე თქვენი გუნდისადმი დამოკიდებულებას, გითხარით ახლაც ორი სიტყვით, თუ რამდენად დიდია თქვენი გუნდის წვლილი და ასევე ცვლილებები თუ განიხილება მათთან მიმართებაში, ან ვაკანსიები თუ გექნებათ რაოდენობის და თქვენი გუნდის წევრების. შეგი, მე საკმაოდ მაღალი საბანკო გამოცდილება მაქვს, სანამ კომპანიაში მოვიდოდი, 25 წელი ამ მიმართულებით მუშაობ, ბოლო 5 წელია კომპანია შეუერთდი და პირველი რაც საკმაოდ დიდი განსხვავება დამხვდა საბანკო სფეროსა და კომპანიას შორის, ეს იყო კულტურა, რომელიც კომპანიას აქვს. მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული, რომელსაც ნაკლებად შეხვდებით სხვა, ესე რომ ვთქვათ, საფინანსო სექტორში. გუნდს რაც შეეხება, გუნდი დაკომპლექტებულია საკმაოდ გამოცდილი, როგორც საფინანსო სექტორში, ისე საბანკო სექტორში. დირექტორთა საბჭოს გულისხმობ და სამეთვალყურეო საბჭოს ამ შემთხვევაში. საკმაოდ დიდი ხანია ჩვენ ველოდებით დაახლოებით 2 წელია პროცესში ვართ ამ გაბანკების ნაწილში. ბევრი სამუშაო გაკეთდა, ბევრი ტრანსფორმაცია, დაახლოებით 200-მდე პროცესი შეიცვალა, რაც ცოტა არ არის ამ პერიოდის განმავლობაში. გუნდის გაფართოების ნაწილში ჩვენ მუდმივად ვეძებთ გუნდის წევრებს, როგორც ყველა კომპანია ალბათ, ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია და ნებისმიერი, ესე რომ ვთქვათ, სიახლე არის ჩვენ საიტზეც, არის სხვადასხვა, ესე რომ ვთქვათ, ვაკანსიები განთავსებული, ასე რომ თვალყური გვადევნეთ აი აქ ამ მიმართულებით. თუ აქვთ სურვილი რომ გახდნენ კრისტალის გუნდის წევრი, რა თქმა უნდა, სანამ სამომავლო გეგმებზე გადავალთ, აუცილებლად მინდა კითხოთ და შევაფასოთ აი ის გარდამავალი პერიოდი, რაც თქვენ ახლა გაიარეთ, ძირითადად რა მიმართულებით აწყდებით გამოწვევებს და რამდენად დიდი დაბრკოლებაა ეს მომხმარებლებისთვის დამატებით მეტი სერვისის შეთავაზების ნაწილში. დაბრკოლებებს ესე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც გააზრებულად მიიღო კომპანიამ გადაწყვეტილება, რომ გავხდარიყავით ბანკი. უფრო ალბათ ჩემი აზრით მიკროსაფინანსოს უფრო ქონდა ესე რომ ვთქვათ გამოწვევები, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ დიდი ზომის მიკროსაფინანსო კომპანია ვიყავით, ეხლაც თუ ავიღებთ ჩვენს აქტივებს და შევატარებთ სხვა კომერციული ბანკების აქტივებს, იქაც ვნახავთ, რომ
საკმაოდ ესე რომ ვთქვათ მაღალი ესე რომ ვთქვათ აქტივები გვაქვს. დიდია კომპანია, დაახლოებით 1100 თანამშრომლამდე მუშაობს კომპანიაში. შესაბამისად, უფრო გამოწვევები ალბათ იქეთ იყო, ვინაიდან სრულ სერვისს ვერ ვთავაზობდით მომხმარებელს. აქ ნაკლებად დავარქმევთ გამოწვევებს, ეს უფრო არის პროცესი, რომელიც ეტაპობრივად მიდის და მომხმარებელს ეტაპობრივად ახალი სერვისების შეთავაზებას, ესე რომ ვთქვათ, შევძლებთ მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას. თქვენ ახსენეთ, რომ კვლევებს ატარებთ პერიოდულად. საინტერესოა, როგორია მომხმარებლის უკავშირი. ისინი რამდენად გაგებით და სიხარულით მოეკიდნენ იმას, რომ თქვენ შეიცვალეთ პროფილი, ანუ რამდენად ცნობიერება გაზრდილია მომხმარებლის იმ დონეზე, რომ მათ გაიაზრონ თუ რასთან აქვს საქმე. გარკვეული პროტესტები ხო არ იყო მათ? მე შემიძლია გითხრათ სტატისტიკა, დაახლოებით 100,000-მდე უნიკალური მომხმარებელი გვყავს და ამ მომხმარებლისთვის ტრანსფორმაციაც არ იყო, ესე რომ ვთქვათ, მარტივი, ისე როგორც ჩვენთვის, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 8-მდე პრეტენზია იყო და მეტი არა, ისიც ძალიან ესე რომ ვთქვათ მარტივი შინაარსის. ეს უკვე მეტყოლებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული შევხვდით პროცესს და მომხმარებლისთვისაც ეს მეტნაკლებად კომფორტულად გავაკეთეთ. რაც შეეხება მომხმარებლის უკავშირს, ძალიან მარტივი შემიძლია კოლ-ცენტრში რამდენიმე დაფიქსირდას არის. ჩვენ წინასწარ რა თქმა უნდა გაფრთხილება გავაკეთეთ მომხმარებლების და შეტყობინებების სხვადასხვა გზით. თქვენ რა ბანკი აქამდე არ იყავით, აი ესეთი არის უკავშირი, ასე რომ მოლოდინები ნამდვილად იყო მომხმარებლის ამიმართულებით და ჩვენც უპასუხეთ მათ მოლოდინებს. კი ბატონო და ახლა უკვე სექტემბერში რას უნდა ველოდოთ ის გაგვიზიარეთ, ეს არის პლასტიკური ბარათები, დისტანციური სერვისები, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რას გვიმზადებთ და რას შესთავაზებთ მომხმარებლებს? კი ბატონო, ჩვენ უკვე თითქმის 1 წელია დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენი პარტნიორი არის Mastercard ამ ნაწილში და სექტემბრის ბოლოსთვის უკვე მომხმარებელს შევთავაზებთ, ასე რომ ვთქვათ, პლასტიკურ ბარათებს, გადახდებს ამ მიმართულებით და დისტანციურ სერვისებს, რომელიც მოყვება შესაბამისად ბარათების სერვისს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გაზიარებისთვის, თქვენი 6-თვიანი გარდამავალი პერიოდის შეჯამებისთვის, რა თქმა უნდა, სიახლეების კვალ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში, დაგემშვიდობებით. კრისტალის კომერციული დირექტორი მელანია ჭულუხიძე იყო ბიზნეს პარტნიორის სტუმარი.